დიდი გაერთიანების სახით. ქართული საზოგადოება ინტენსიურად ადევნებს თვალს აზრ და სხვადასხვაობას, რაც ეგრეთ წოდებულმა არაბულ ინვესტიციას მოყვა. საქართველოს მთავრობამ სამწუხაროდ კვლავ საზოგადოებისგან ჩუმად საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს 850 ჰექტარი მიწა არაბ ინვესტორებზე, ისე რომ მას კომერციული გრიფი დაადო და საზოგადოებისათვის უცნობია ნებისმიერი დებულება ამ შეთანხმებიდან. ქართველთა დიდმა გაერთიანებამ არაერთი ღონისძიება და სატელევიზიო გადაცემა მიუძღვნა ამ მეტად საჭიროებო საკითხს. ეს კარგად იციან ჩვენო მომხრეებმა, თანაგუნდელებმა და რიგითმა ქართველებმა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ რამოდენიმე პარტია აანონსებს საპროტესტო გამოსვლებს არაბულ ინვესტიციის საწინააღმდეგოდ. საუბარია 30 ნოემბერს და 7 დეკემბერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის და კონსერვატორთა პარტიის მიერ დაანონსებულ საპროტესტო მიტინგებზე. ქართველთა დიდ გაერთიანებას მიაჩნია, რომ ეს არის დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა და ასეთი პრობლემები უნდა წყდებოდეს ქართველთა დიდი ერთობით და არა ნაწილ-ნაწილ და ცალ-ცალკე პროცესებით. ქართველთა დიდი გაერთიანების მიზანია გაერთიანდეს ერის ჯანსაღი ნაწილი სამშობლო დააცავად. ამიტომ ჩვენი გაერთიანება მაგალითს მივცემთ ქართველ ერს და გაერთიანების აუცილებლობიდან გამომდინარე მივალთ ორივე აქციაზე 30-ში და 7-ით. მომავალში ჩვენი გაერთიანება მზადაა ყველა შეთანხმებით სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრილად შექმნას ერთიანი სახალხო ეროვნული ცენტრი, რაც იქნება ბევრად უფრო ეფექტური ქვეყნის დასაცავად. ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ მამულიშვილ საქმეში. ამინ.